ოფიციალური მეცნიერება დღემდე იმ აზრს ემხრობა, რომ პირამიდების მეგალითური ნაგებობები, რომლებიც თითქმის ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი, სამეფო სამარხებს წარმოადგენს. მაგრამ დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება ვერსია, რომლის თანახმად ამ გიგანტურ ნაგებობებს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა და რომ საერთოდ ჩვენი ცივილიზაციის მიერ არც არის შექმნილი. ამ ვერსიის თანახმად პირამიდები დედამიწაზე უფრო ადრეული ცივილიზაციების წარმომადგენლებას შექმნეს და შეიძლება რომ ისინი საერთოდაც არა დედამიწელები, არამედ უცხო პლანეტელები ყოფილიყვნენ. ამგვარი ვერსიების მომხრეები უპირველესად იმით აპელირებენ, რომ ასეთი რთული კონსტრუქციის მქონე ნაგებობების აშენება დღესაც რთული იქნებოდა და ძველ დროშიც მით უმეტეს. ანუ ჩვენი ცივილიზაციის განვითარების იმ ეპოქაში, რომელშიც ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით პირამიდები აშენდა. ბევრისთვის საერთოდ წარმოუდგენელია ეს, როგორ უნდა გაეკეთებინათ. წერალმა მარკ ტვენმა ერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენი პრობლემების მიზეზი ის კი არ არის, რომ რაღაც არ ვიცით, არამედ ის, რაშიც დარწმუნებულები და შეცდომაში შეყვანილები ვართ. სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ გიზის პირამიდები ფარაონების დიდების ხაზგასაცმელად შეიქმნა და უკანასკნელ დრომდე მეცნიერების დიდი ნაწილიც ასე ფიქრობდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ბოლოს დაადგინეს ამ უნიკალური და საიდუმლოებით მოცული ნაგებობების ჭეშმარიტი დანიშნულება. პირამიდები წარმოუდგენელი მათემატიკური სიზუსტით არის აგებული და ამიტომ პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ის არის, რომ მიცვალებულის სამარხს, თუნდაც ის ფარაონი ყოფილიყო, ასეთი სიზუსტე არაფერში ესაჭიროებოდა. ახლა ზუსტად მოგიყვებით, თუ რა წონის და სიდიდის სამშენებლო მასალასთან გვაქვს საქმე, როდესაც პირამიდებზე ვსაუბრობთ. გიზის ყველაზე დიდი ხეოფსის პირამიდების აშენებაზე 2 მილიონზე მეტი ქვის ბლოკია გამოყენებული. თითოეულის წონა 3-დან 30 ტონამდეა, თუმცა არის თითქმის 50 ტონიანი ბლოკებიც. პირამიდის საფუძველი 55,000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო თითოეული გვერდის ფართობი 20,250 კვადრატული მეტრია და პირამიდის გარე ფასადი 154,000 გაპრიალებული ქვით არის მოპირკეთებული. თითოეული ქვის სისქე დაახლოებით 2 მეტრია, ხოლო წონა 15 ტონაზე ნაკლები არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი მონუმენტური ნაგებობის ასაშენებლად მინიმუმ 20 წელი მაინც იქნებოდა საჭირო და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურად ობიექტზე 20,000 ადამიანი იმუშავებდა. და ამდენი ძალისხმევა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ იქ ერთი ადამიანის სარკოფაგი მოეთავსებინათ? მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ რაც მეცნიერებს სარკოფაგი ჰგონიათ, სინამდვილეში სულ სხვა დანიშნულების ყოფილიყო, რადგან იქ აღმოჩენილი გრანიტის სარკოფაგი მინიმუმ 10 ტონას მაინც იწონის. თან იმდენად დიდია, რომ პირამიდაში არსებულ გვირაბებს